აქ თათმის ხორცი მიდგას. წვნიანი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ შემეწვა კი მინდოდა, მაგრამ გეგა არ ჭამს შემწვას. კაფე კი გადავხადე, მაგრამ მაინც რა ვიცი, როგორც გამოიყურება ისე არა. აქ ბრინჯის ფაფას ვაკეთებ. რძეჩავას ხიახახან და ეგ გასქილდება. არ არის კაი ბრინჯი, მაგრამ რაც არის ეგ არის. აქ კატლეტები მიდევს, სამიცალება მქონდა და გოდი და მუხა მიირთმევენ ამას. აქ ხომისთვის წყალი და ჯერ არის 11 უკლია 10 წუთი. ამ ხომს სადღაც შუა დღისთვის გავაკეთებ. წყალი იმიტომ მიდევს, მან გაზი არ მაქვს ჩართული, უბრალოდ მიდევს, რომ დავაფარო ერთი წამი. უბრალოდ მიდევს იმისთვის, რომ მქონდეს წყალი, რომ გაქრეს, წევიდეს. ნუყირით მეთქი. იატაკზე ადამიყარო და ძალიან გთხო. გეგა მეთქი ხარავ, თქვი ბიჭო. არ მაინტერესებს, ნუყვი, თორე წაგართმევ მაგ სათამაშოს. ღმერთო დიდებულო. მოგესალმებით, ძვირფასებო. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? ხო ხედავთ, აქ ვიხედები სარკეში. ციტა გამოვიტანე და არ მახსოვს სად წავიღე. ამდენი ძირა გათხოვებაშად გამოვიყენე, ყოჩახნე. მოკლედ ეს წვანილი არის. ხორცი მომხარშე და ეხა ვცდილობ წვანილი დავარჩიო. წყალში ჩავაყარო. ცოტა ხანი, იმიტომ რომ წყალი არ მოდის, ნახეთ, წვეთობით მოდის. რა ვიცი, ზაფხულში უნდებათ ხოლმე. როცა ყველაზე მეტად საჭიროა, თუმცა წყალი ყოველთვის არის საჭირო, მაგრამ და ის სულ წუწუნით მომოდიხარო არ მითხრა. ხალხო წყალი ჭირდება ხალხო. ეხლა არის 2:09 და ეხლა ვჭამე საჭმელი პირველად. ფაფა, ბრინჯის. რამდენი ხანი აი წუხანდელიდან მოყოლებული სალათი მინდა. და ვერ იმდენად მეზარება, რომ არავის არ უნდა და მარტო ჩემი თავისთვის დაჭრა. დამეზარა. როცა სხვას უნდა, გინდა არ გინდა გიწევს მაინც, რომ გააკეთო და რა ვიცი, ჩემი თავისთვის მეზარება ხოლმე. მერე ეგა ზუსტად ცუდი ჩვევა ჩემი თავის, რომ აი მერე რაც ხელში მოგადგება ყველაფერს რომ მიირთმევ ადამიანი. თან საერთოდ ისიც მაქვს ჩვევად, რომ ძალიან ვიშიებ ხოლმე. ძალიან თუ არ მომშვიდა არ მივდივარ საჭმელად. მაგიტომაც არის მერე ზომოწომა არ ვიცი ხოლმე და ჭამ გასკდომამდე. აი ეს სიმართლე მწარეა, მაგრამ მარტო სხვებთან არ არის ეგრე რომ მიყვარდეს. ჩემ თავთანაც მიყვარს სიმართლის თქმა. აი ეს ამას იმიტომ ვაცილებ, რომ ყოველთვის აქ რო რჩება რაღაცა ის არ მიყვარს, თორე ძალიან მიყვარს ეს ბოლქვები. მაშინ წყალი უნდა მქონდეს ბლომად, რომ კარგად გავრეცხო და ეხა როცა არ მაქვს, ასე ჯობია. წვიმს ხალხო საშინლად აქ. უფრო სწორედ ახლა დაიწყო მე რომ თეთრეული გავფინე. 2 წუთი არ იყო
გასული, ეგრევე დაიწყო წვიმა. გუშინ გავიტან მეთქი იმას, რა ქვია, ლეიბებს და იმებს. ისეთი მოღრუბლული იყო, მივაბრუნე უკან და მერე კი ისე გამოანათა, უკვე დალაგებული ზარევა და ძალიან დამეზარა. სიმართლე რო გითხრათ. ხო და დავტოვე ისე. აი ესე. ეხა სხვანაირად შუაში დავაყენე. თვად იმ სიგზე არ ჩანს ეს ოთახი, მაგრამ როგორც გვერდულად. მეზარდა ჩემი ჩხილობის. აი დრომდე მოდი საჭმელი დალაგება წამლები თან ხოდა მოგლე დაიარეთ ამკი რეცხვა თებშები გინდა ტაფები გინდა ჭიქები გინდა დავიცი დილით ნახავთ ვიდეოშიც თანდათან იმაშვებო. აუ, კატლეტი გადავიღე? უწო. იმემბოდი. დღეს დილით ფაფახო გავაკეთე. ქათამი დავჭერი, გავრეცხე, დაბრი მოსახაშად ხელი გავრეცხე, წყალი მაინც მომიმარაგერო. ეს ვინის როლა? ხოდა ხომიც დავადგე კატლეტი ხო შევუწვი ბაჭამე გოდემა აჭამა თავისით გაუცი და ჩავაბრუნე მერე ის ვქენი რა ქვია ხელი ამოვიღე და ის ვაჭამე ჩემი ხელით გეგასარგე ვაჭამე ადამ კი თავისით შეჭამა მერე წამლები მივაყარე და ესე რა ვიცი ხალხო დამჭრამა და მერე მუხლან მეუბნება რამ დაგხალა დავიღალე მეთქი რომ ვიტყვი რამ დაგხალა მაგაზე ბრაზდები მერე იმიტომ რომ რატო რამ დამღალა ერთ სამსახურში რო ხარ ადამიანი თუ არ მერჩინოს მე მოვკვდე სამსახური გაქვს მუშაობი მოდიხარ ყველაფერი ერთბაშად რო არის ეს ქალის ხვედრი როა ყველაფერი არიან კაცები საჭმელს აკეთებენ მშურს. ეხა ვიტყოდი კეთილი შურით მეთქი, მაგრამ არავინ არ დაიჯერებს. ეს ისეთ კი ვიტყვიან და ასე რომ უბრალოდ ვიტყვი რომ შურს თქო. ასე რომ რა ვქნათ ხალხო. გულახთილობა პირველეს ყოვლის. აიც მე მეყვარს. მაინც კი დამღუპველია ზოგჯერ. მაგრამ ზოგი მაინც ხედავს და ამოგიცნობს მართლა რომ ხარ გულახთილი ასე რომ იმ ზოგიერთებისთვის ვიყო გამონაკლისებისთვის ვისაც ესმის შენი ესე და ამგვარად კარგად მოიხარშა ქათამი, ძალიან მინდოდა შემწარი ქათამი, სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ მოხა. ოფერი? მე კიდე მოვიდა, ეხა ქალაქში უნდა გავგზავნო, ერთ წამოვალ. მოხა. მიდიდა. ყავა გამიგეთ ნახე, ადუღებული წყალი დგას. უბრალოდ გახსენი. შაქარი არის ის. კაი, ნახევარი კოზი ჩაყარე, ოღონდ არ დაამატო ბავშვებს გაფიცებ. მხოლოდ ნახევარი. ნახევარი შენ, ნახევარი შენ. არა, სამივეს გაფიცებ. არ მინდა ძლივს მივეჩვიე უშაკრო. რა, იმას სიგდილს?
ვიღაცამ მიწერა დანის პირი დაასრულე ხშირად და ხახვის დაჭრისას არიტირებო. არაო, აქ დაუდი წყალი გვერდით. ო, დამანებე იმაზე. ამით? არა, ბიჭო, ამ ყვითელი გრანიკეთი არა. რამდენი? ერთი ბოლომდე სავსე. ძალიან სავსე ყავა გავუკეთ. და ნახევარი კოზი შაქარს. ო, სამივეს გაგიწევ. ბავშვებო, გეყოფათ ბიჭო, დამაცადეთ. ეს არა ბიჭო. ეს ნალექიანია. ეგეთებს ზემოთ. იმას ეხა ადუღება უნდა, ეს უნდა მაგას ველოდი. ეგა ნუაცვალე. აბა. მოდი. 13-ს გამოვაკლოთ 8. 13-ს გამოვაკლოთ 8. მაშინ და მე ვიმიჯო. უცებ ხა. მითხარი დროზე. 13-ს გამოვაკლოთ 8. ჩქარა ბიჭო, ზეპირა. საერთოდ არ მეცადინეობს არაფერში. ერთი უნდა დაუწერო ისინი მაგალითები. დედა ანიკ უნდა ვიჭიდეს სულ არაფერი ვაკეთო. სამივეს გეფიცებით იქაც ეგრე იყვნენ. იქ ხო უკვე 5 იყვნენ. უნდა მდგარიყავი იმათთან, თანაქეთ საჭმელი დავბოდი წინ უკან. გიჟივით. გამოუვათო, კაცო რა არ მოუვათ, სულ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ფეხი, რა ვიცი, რას არ უტყამდნენ ერთმანეთს, გიორგი და გოდერძი უფრო მეტად. მე ადამ იქ მიეჩვია კიბეზე ასვლა. ხო, ეს არის. ადუღებული. ხო და მოკლედ, ადამ აინც ძალიან ესეთი ძალიან ცელქი ბავშვია. უზრდელი არ არის, ცელქია და ბავშვები უნდა ცელქობდნენ, აბა. როგორ გინდათ? ნენი არ გაგეთე? ვაკეთებ ხა. ო, ადამელაგებინა, ბიჭო, იმას ჩემი ხელით ვაჭამე იმ ბავშვებს. გაგეთუნა? ხო. მოწმინდე. გავრეცხე, ისინი გავფინე, მე ისე მოვხსენი, შემოვიტანე. აქ გავფინე. გადი ბიჭო, მოშორდი აქედან. ყურე, აი ხო გესმით, მე იყვი. რასაც გავიყოლე. მომეცი ბიჭო. დედა ხოცავე. გეხოცებ. შედი იქი ჯექი, შედი. გარი. მუხრანი სულ გეგას ნუეუბნები, იმას უნდა ყველაფერი. ადას. ხო და მე გეგაც ადას იმა გოდესავით იქნება. რა არის? გეგა შენი ნივთი არ დათმო. ეს რაგინა მითხარ, ეს რაგინა. რისთვის? გეგა მაგარია. ანადა. ლიკას გავუცვალეთ მისაბნევი. დედა გაგიშდა ადამ რო უნახა, ეს ჩემი დედიკოშია. მომეჩი, ჩემი დედიკოშია. აგეთი იყო. ადა არის იშკალა. აქ შემხდა, ჩემზე მოცხოვრობს გოგო და რაიმე რა საყარელიაო, კი როგორ არა გიშკალა არის მე, საყარელი კი არა. გიშკალა. თავდგა აქა ნახეთ ხალ ხო? აი ამას უყურეთ და აქაც აი თუ ჩანს. ხო ჩანს როგორი სუფთა. ეს ეხლა გავწმინდე იმით. გავხეხე იმით რა ქვია. გაზისთვის რომ ვიღიმე სანიტა. აი მაგით.
კაი, ხომსაც ავანთებ. აი ასე. სანიტათი გავწმინდე. ძალიან ადვილად, ანუ დავასხურე და მე გახეხვა რომ დავიწყე ძალიან ადვილად გაიხეხა. საერთოდ ყოველ ჯერზე იმავშვები მე, მაგრამ ზოგჯერ რომ მივდივარ ან წყალი არ არის ან რაღაცა, ხომ რჩება ხოლმე თუ კატლეტს შევწვავ ან კარტოფილს გინდ რა ვიცი რაც არის. მაინც მოყვითალოსავით რო იყო ძალიან ადვილად გაიხეხა. ასე რომ ძალიან კაია ეგ ხსნარი. თუ დამიჯერებთ. სანიტა. მოხან მეუბნება, ძალიან ხარ მომატებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ წონა არ ჩანს სასწორში და 59-ს მიჩენებს. ზოგჯერ 59-მდე რაღაც 100 და 150 გრამით ნაკლები ვარ, მაგრამ მაინც. ხოდა. ჩემო მეგობარმა მომწერა მოკლავო. არაფერი არ გეტყობაო იმის რა ქვია. მომატების და არ მეტყობა თითქოს და მაგრამ აგერ მუხა ხო არის და ეს ჩემია, მე ხარ ხედავ. აი, ნახეთ. ყველაფერი ერთმანეთზე გადავკიდე, ზოგი მომშრალია, ისინიც თეთრეულებიც თითქმის შრალი იყო, ამიტომ ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაკიდებული. მოკლედ, აქ ხორცია, აქ ხომია, ჩავთე ესეც, აქ ტაფა მაქვს. ეხლა იქეთ გადავდგამ, იმიტომ რომ იმას თოხთოხი სჭირდება და ამას ვერ ავიღებ. აი, ამ ქოფს ავიღებ პაპას. ქეფას წავიღებ და იმას ჩავთე. სამკვლელს შეჭეს თითქოს რაღაც. აი ეს, მე გადმოვიდებ აქეთ. იმიტომ რომ ეხლა არ ჩანს და ასე. განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ, ეს ხშირად გამიკეთებია იცით. ასხამდა და რატომ ასხამ ვერ გავიგე. გადმოვიდებ ამ ჭიქაში თავის. აი ეს. ჭიქაში ჩავას გამოვიტანებ რამისთვის. ყოველთვის რაღაცაზე უკმაყოფილო რომ ხარ, არ შეიძლება რომ ვიღაცას მაგონებს. დღის შენ თავს ჩემზე ამბობს. დედა ამბი წყალი იქე. მიგოზი მაგდა მუხა ეს კატლეტი არ გინდა შეჭამე და ჩადას. შია ცხოველი. შენი დავატირე ჯეკო არ გაკარაფრის. სნიან არ გაშიგნება. სნიანს არ გაჭირს სანამ ღომი არ იქნება. და ხო და გამელოდე შენი ჭირიმე. გიგა მაგათი. აღზე მეგონა უჯდებოდი და მაგიდაზე ასული. ვინ? გიგა. ურიან გინდა ვიდო? კი.
ის რატო არ წამოვიღე, კეჟერაო თუ რაც ქვია, ეს იყო სამდენი მეტი უნდა წვენი. ბულიონი არასხია იმდენი და წყალი ხო არ ჩავასხა მერე. ბულიონი ხალიანი ჩაჯესა წყალი. ჩაშრა, შვილო, ჩაშრა. აი მალებინა. ჩაშრა ზეთი. დედალადნა შეალია. სუნელზე. აქ. რომ მეუბნებიან ხოლმე. თითო კილო, ანუ ბევრი რომ მოვიტანო ნახეთ. აი ფერი ეცვლება, ოდნავ ყავის ფერდება თუ რა ვიცი მე, მუქდება, ანუ წითელი ხო არის და შრება. ხო, ამიტომ ესე მიჩენია რომ როგორც მეტყვიან ისე მოვიტანო ხოლმე და ისეთი მივიცე. კარგი. მაგრამ არ უნდა ყველას ერთბაშად ნახეთ თითო კილობით უნდა. რაღაც თვეში ერთხელ ერთი გეტყვის, მერე ერთი აქ გულისხმობ ხალხო. ხო და მეთო აცუდება ე მე კოკოლა დავლიე. ამას აგუღები წყალს გავკეთებ, იმიტომ რომ ბულიონი არ მაქვს ბევრი. ნიგოსთან ერთად ზოგჯერ ვაბლენდერებ ნიორს და ამ სუნელს ამატებ, მაგრამ ახლა ახლა ქუქენი სუნელი ძალიან ბლომად. იქ არ ვიცი დამატებისა რა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ცხარეც არ მინდა რომ გამოვიდეს საჭმელი. ბავშვებისთვისაც მინდა. და უფრო ამათთვის გავაკეთე, იმიტომ რომ ნიგზიანს ჭამენ. ცხელ საცივს რომ ვეტყვი, უნდა დედას ეგრევე. ეხა წვანილს გამომზადებ. ამასობაში, აი ამაში ჩავასხამ ამ წვენს, ბულიონს. და ესე დავაბლენდერებ. მოკლედ. ეს მზად არის, ნახეთ. ეხლა მას ჩაუშვით აქ. აჩვენებთ. მქაფში. ეხლა ამას წვანილს ვუზამ და მერე ჩავამატებ იქ.
აი ესე წვალი დაჭრა წვალი სულ ფენი რაც კი დავეცვა ეხლა აქ თოხოს ერთი ორი წუთი და მე ჩავამატებ აი ამაში ფეთრიოა ნიგზიდან გამომდინარე კაი ხომს უნდა მოურიო ეხლა ბიჭო ყველის გარეშე ვერ ეტყვი რომ ადა ასე არ ქნა ან რამე ვერ შენ კი არა იმას ვეუბნები გეგას ეცეთ ისე გაჩვენოთ აი ეხლა დავშალოთ ესენი წვანილი ვერ დავჭერი წვრილად მაგრამ არა უშავს ხარვა თუ ხდება სხვა ფერი გახდება სქელია ხომით ჩავზილე რამდენი ადგილი მოვთხარე ის მოვთხარე ეს აქაც აი აქაც მოკლედ გაზი არ ვინდობ ტუხტუხებს ჩემ ყავას დავამთავრებ და მე დედა რამდენი საქმე მაქვს კიდე ხალხო რამდენი საქმე რამდენი საქმე სანდაბაზე გავაყენოთ მოჩამერე არ უნდა ამდენი ხა უფრო მოყვითალო ფერი რო არის ეგ მიყვარს მაგრამ იმ ფერის ხა არ გამოვიდა რა ვიცი ავტომატი ვიქენი მოყვითალო რო არის ეგ მიყვარს აი ეს ხმერთო, კარგი ხანს გვეყოფა ეგ ხა. ერთი ორი დღე როგორ არ გვეყოფა. ხო და ხომსაც ამოვიღებ აგერ ჩავზილე უკვე 1-10 წუთი გავიდა მეორედ ჩავზილე და მე კიდე იმას ვიზამ. კანთასანი და გადასვა მაგრამ წვიმს. და მიზარება ყველგან წყალია კეტებიც საყიდელი მაქვს ისეთი თუ არის ის მომწონს რა ვიცი მომწონს ის ჩემ ფეხზე და ჯიმი ბრენჩი იყიდე მაგი მაშინ 35 ლარად თუ 40-ად არ მახსოვს ძირი გაიხა გადაწყდა თორე ისე არაფერი არ სჭირს და რაც მე მაგი მეცვა ცემში რომ მივიდოდი მაშინ ხო იყიდე მაგი შარშა მთელი სეზონი კი არა სულ მეცვა წელს მეცვა 2 წელი ზედ მეცვა სულ ყველგან წავიდი აგიჩი ფასება ალიან არის მაგრამ ამ ყველაფერს დავალაგებით მუხასტანსაც მივედით გამოსარჩევი რომელი მშრალი რომელი არა ისიც უნდა გავაშლო აქ კანასთან რა ვიცი სადმე მოგვიწევს რო გავაშლით რო წაიღოს და ეხა კანას ჩართვა ხვალ სამსახური წაიდება
ბიბნით და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას.